კამპანია ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200,000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა საკმაოდ ძვირია. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კამპანიას აწყობენ. დღეს სასტუმრო ვიქტორიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართა. მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. მივახციეთ მკურნალობის ფასდაკლებას, მაგრამ დიაგნოსტირება და ის მკურნალობის ფასდაკლებას ხელმიუწვდომელია უმეტესი ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენ ვიტყობთ უფასო მკურნალობას და სლოგანი დღევანდელი დღის ეს გამოვა სიცოცხლე და მე ვირჩევ სიცოცხლეს. 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. 2014 წლის 1 ივლისიდან შესაძლებელია ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა, თუმცა პაციენტთა უმრავლესობისთვის ეს კიდევ არ ნიშნავს ხელმისაწვდომობას. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში. საქართველოში 200,000-ზე მეტი C ჰეპატიტით დაავადებული არსებობს. ეს პრობლემა ძალიან ისეთი პრობლემას წარმოადგენს. აქედან სოფლიოში 1,4 მილიონი ადამიანი ამ დაავადებით იღუპება. ანუ ეს არის მართლა საგანგაშოპრო პრობლემა და გლობალური მიდგომა ამ პრობლემასთან საჭირო. გორში თეატრის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 საათზე კამპანია გრძელდება იმიტირებული არჩევნების აქციით. იმიტირებული არჩევნების დროს საგანგებოდ მოწყობილ საარჩევნო უბნებთან მივლენ პაციენტები და მათი მხარდამჭერები. ისინი ხმას სიცოცხლეს მისცემენ. აღნიშნული აქციით მოქალაქეები გამოხატავენ დიაგნოსტიკისა და უფასო მკურნალობის პროგრამის მხარდაჭერას. მსგავსი აქციები გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში.